კუსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი კალათბურთში, სამაგიდო ჩოგბურთში და პნევმატური იარაღიდან სროლაში გაიმართა. სპორტული ღონისძიებების მიზანია აღნიშნული პირების ჩართვა საგანმანათლებლო სპორტულ ღონისძიებებში და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. Ესენი უნდა იყვნენ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი წევრები და ზუსტად იგივე მიმართულებებში უნდა იყვნენ ჩართული, რა მიმართულებებში თითოეული ჩვენთაგანი ვართ. ამ ადამიანებს მიუხედავად ამ ფიზიკური ტრავმისა აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ იყვნენ სხვადასხვა მიმართულებით აქტიურები, როგორც სპორტით, ასევე ხელოვნებით, კულტურით და ასე შემდეგ სხვადასხვა სფეროში. გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემები რაღაცნაირად ქვეყნის დახმარებით, საზოგადოების დახმარებით მოვაგვაროთ. გავაკეთოთ ისე, რომ ინვალიდები არ იყვნენ, ინვალიდობის მქონე ადამიანები არ იყვნენ ჩაკეტილების სახლში, შეძლონ თავისი პოტენციალი გამოიყენონ, გამოვიდნენ გარეთ, საზოგადოების აქტიური წევრები გახდნენ.